მენაკლებად ბევრი ვდო. თუ კი იმას ათისაბავი ეხება პირველი. აქ რა გინდა? ეს მე მინდა? თუ ამ გასულ? ვერ გავიგე. ეს არის ჩემი კლები. გაიგებ? ხან მინდა და მე თვითონ მომეკარე ზუსტად ისე როგორც ჩემმა შვილმა ჩემი შვილი თვალის დაუხამხამებოდა. დავითიცე სანამ შენ არ გიპოვიდე ხელს არავის დავაკარებინებდი. შენ უნდა მოსულიყავი ჩემამდე მუხლის ჩოფით და პატიება გეთხოვა. რა კარგად მოგევლია ჩემი შვილის საქონლისათვის. მადლობას გწირა. ეს რატის სახლია? რატის მიწა? აქაა ჩემი სამოთხე. მე მალე დავიდე. ამბროლაურის კულტურის ცენტრი, ნინია საყობელაშვილი, ამბაზიის სამოთხე, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე, ნება უმეცით, ჩვენი ფესტივალის დიპლომი გადავცე ბატონ თამაზ დავითაშვილის პროფესიონალზე. ეს არის ჩვენი ფესტივალის პრიზი და ეს მინდა გამოვცე ჩვენ ბატონო თამაზ. არ გადავცეთ ფესტივალის სპონსორებისა და ფესტივალის აი ესეთი ულამაზესი ხურჯი ოპა! დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრალური დასი წარსდგა ოზურგეთის დრამატულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის ბამბაზიის სამოთხე. მოგეხსენებათ, ეს სპექტაკლი ძალიან თემატური არის, ამავე დროს ან ტრაგიკული თემას შევეხეთ, რომელიც აი ჩვენ ყველა მონაწილეები, რაც გულთან მიქონდა თითეული ჩვენი პერსონაჟის მოქმედება, ასე ვთქვათ და ჩემი უშუალოდ პერსონაჟი ლექსო, აიყო ადამიანი, რომელმაც არა მარტო აფხაზეთი და თავისი კუთხე დაკარგა, თავისი მეგობარი დაკარგა და ჩემთვის ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და გავიც ვეცადე რომ თელის გულით ის ენერგია გადმომეცა მაყურებლის წინაშე. ასევე მინდა მოვხადო მაყურებელს უღრმესი მადლობა, რომელიც ძალიან დიდი ემოცია და მოდიოდა მათგან, რომელიც ეს ჩვენ ვამხნევებდა და უფრო დიდ სტიმულს გვაძლევდა, რომ კარგად წარმოგვეჩინა თავი. ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე. უღრმესი მადლობა მინდა დავიწყო ბატონ ვასოს მინდა ვასო ჩიგოგიძეს. დიდი მადლობა გუთხრა დასის სახელით, რომ ამ შესანიშნავ ფესტივალზე მონაწილეობთ დღეს. საოცარი მაყურებელი იყო, უღრმესი მადლობა მაყურებელს და რა ვიცი, დანარჩენი ემოციები და შეფასებები მაყურებლისთვის მიგვინდვია. მადლობით უნდა დავიწყო, რა თქმა უნდა, ვინაიდან რაჭველებს მოგვეცა საშუალება, რომ დუმბაზის სახელობის ფესტივალზე მიგვეღო მონაწილეობა, კონკურს გარეშე და სტუმრის სტატუსით. ხო და ერთ სიტყვით ჩვენ წარმოვადგინეთ დღეს ქალბატონ ნინია საძღობელაშვილის პიესა ბამბაზიის სამოთხე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა დასმა. და როგორც ხედავთ, აი დიდი საჩუქრები და მოწონება დაიმსახურა ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელმა ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ გადმოგცა და მე მინდა მადლობა გადავუხადო გურულებს, ყველას იმაყურებელს, რომლებიც ოვაციებით
შევხვდენ და დაგვაფასეს და მადლობა მასპინძლობისათვის გურულებო. მიყვარხართ ყველა. ურმიის გენერალ-გუბერნატორი აიჩვენებურად მალი გახლავარ. იქ იმად დოულეს მეტახიან. მე კი გონია ჯერ უნდა ბრძანდებოდნენ რა. ექსელანს ექსელანს გახლავარ. აშა ლაზარე გახლავართ. ესე იგი ასული დელი აგენტიროა ტექნიკო. ძალიან შევწდი რომ აქ წამოვედი, მაგრამ ნაგვიანების სინანულს შეჩვეული არ ვარ, რა კი გაუბრუნდი უნდა ბოლომისაც გავუკრა. გურჯიაკი ბაშია! გურჯიაკი ბაშია! ხა, აღია. ეს სული მართლა შემოიწია. ბები! არა ბიჭო, ხასა ჯაპონია საფუნალში. ხომიცი, ხაში აიფარა. დოკუ! გროპაი! ამშვიდი, დაწყდა. თქვენ მაგისტრი მედინო გექნება. ხო. დიდარს ძალა ბედი მდევრისა მიხეილ ჯავახიშვილი, ლამბარდო და ყაშა, რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი. დიმიტრი, ნებამომეცი გადმოგცე ჩვენი დიპლომი. Let me award you with our diploma and congratulations. ესე ჩვენი ფესტივალის ექსკლუზიური პრიზი. This is a special prize for our festival. და ჩვენი ფესტივალის სპონსორების საკმაოდ მძიმე ხუჭინი. And this is a gift back from our sponsors. კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები ნოდარ დუმბაძის სახელობისთია. ეს თეატრი და ზოგადად ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ თეატრთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს და ყოველთვის ბედნიერი ვარ ხოლმე რომ ისე მიმართლებს ცხოვრებაში რომ აი ამ სცენას დიდხანს არ ვწყდები. ეხლა 15-ში კიდევ ერთი სპექტაკლით უნდა ვიყო თქვენი მაყურებლის წინაშე, არაჩვეულებრივი მაყურებელი, რომელიც ყოველთვის არის დიდი გულშემატკივარი მსახიობის და მსახიობის სცენაზე ყოველთვის გრძნობს მათ გულწრფელ ემოციებს და ამით მდიდრდება და კიდე სხვანაირი სტიმული გაქვს რომ იმუშაო უფრო მეტად განიცადო ესა თუ ის როლი და შენი საქმე აკეთო ბედნიერმა. ეხლა მორჩა
პრემიერა დამთავრდა და უდიდესი ემოცია მივიღე მაყურებლისგან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ოზურგეთის მოსახლეობას, თეატრს და მთლიან შემოქმედებით დას. ძალიან დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი ფესტივალია. ყოველთვის პოზიტიურად უყურებ ამ ფესტივალს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ფესტივალი არ ჩერდება და მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ასევე მინდა ვთქვა, რომ სპექტაკლს რაც შეეხება, დიდი შრომა, დიდი ენერგია დაიხარჯა. სხვათა შორის მოკლე დროში გაკეთდა ძალიან, მაგრამ სრული მობილიზებით, ყველა მსახიობის სრული შემადგენლობით, მაქსიმალური ენერგიით, ყურადღებით და არ დავაკელით, არც ერთი ენერგია არ დაგვიკლია სპექტაკლის მზადებისთვის. მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს იმისათვის, რომ დაგვაფასეს, მივიღეთ მონაწილეობა. მადლობა მაყურებელს, მოგზაურებისთვის, ოზურგეთის მაყურებელს, ასევე სტუმრებს. მადლობა თქვენ ყველას. და რა ვიცი, მოხარული ვარ იმითი, რომ მოგვეცა საშუალება ამ ფესტივალში მონაწილეობა მიგვიღო. ყველაფერს აკეთებს ბატონი ვასილ ჩიგოგიძე, რომ ეს ფესტივალი მუდმივად იყოს, ფუნქციონირებდეს და მიეცეს უფრო მასშტაბური სახე იმისათვის, რომ მსახიობებსაც და მონაწილე თეატრებსაც გაეხსნეთ პოზიტივი, გაეხსნეთ საშუალება მონაწილეობის და მათი შემოქმედებითი ცხოვრება ცოტა გაიზარდოს. რასაც ქვია, ნამდვილი შემოქმედება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაშიც ჩემი თავი დავიჭირე პირველ რიგში, არის ის, რომ ამ ფესტივალმა მოახერხა ის, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის მზადება ესა თუ ის ნაწარმოები. ჩვენ უკვე მეორე პრემიერას ვთამაშობთ, ჩვენ 5-ვე ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, აქედან ორჯერ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებით, ერთხელ რეზომიშველაძის ნაწარმოებით, ხოლო ბოლო 2 ფესტივალია ჩვენ ჩამოვდივართ საპრემიერო ჩვენებებით. ეს არის ჩვენი კიდევ უფრო მეტი პატივისცემა ამ ფესტივალის მიმართ და მოწიწება და თაყვანისცემა ქართული პროზის მიმართ. თუ წინა ფესტივალზე ჩვენ სრულიად ახალგაზრდა ავტორის ნოდარ მაჭარაშვილის რომანის ავი მუსაიფის ინსცენირება შემოგთავაზეთ, ამჯერად ჩვენ ვიზეიმეთ ფაქტიურად 100 წლის თავი იმ ფანტასტიკური მოთხრობის დაწერიდან, რომელსაც ლამბალუდა ყაშა ქვია და რომელიც დიდი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის კალამს ეკუთვნის და მე ვფიქრობ, ლამბალუდა ყაშა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ნაწარმოები ჯავახიშვილის შემოქმედებაში, უფრო სწორედ ყველაზე მეტად ხისტი ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ და სულაც არ მიკვირს ამ ფონზე, როცა ლამბალოს დაწერიდან სულ რაღაც 12 წელიწადში ჯავახიშვილი დახვრიტეს. ამიტომ ძალიან დიდი მოწიწება იყო თავისთავად ამ ნაწარმოებთან შეხება და აქედან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ინსცენირების ავტორს ბატონ თამაზ გოდერძიშვილს.